call it spring like everything. გამარჯობა, ყველას მოგესალმებით და კეთილი იყოს თქვენი მოგბრძანება ჩემს YouTube არხზე. დღევანდელ ვიდეოში თქვენთან ერთად განვიხილავ რა შევიძინე Sephora-ში. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეხლა ხან დავიწყე აქტიურობა YouTube-ზე და ვინც არ იცით, მე ვარ ლალუ, ვცხოვრობ ამერიკაში და ვმუშაობ Sephora-ში როგორც მეიქაპ არტისტი. ამიტომ ხშირად შეხვდებით ხოლმე მსგავს ვიდეოებს, unboxing-ებს, განყოფებს, უბრალოდ რა შევიძინე Sephora-ში. რა ბენეფიტები გვაქვს, როგორ მუშაობ და ასე შემდეგ. ასევე თუ დაგაინტერესებთ, აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს იმასთან დაკავშირებით, როგორ დავიწყე მუშაობა და ასე შემდეგ. მოდით უბრალოდ განვიხილოთ, რა შევიძინე Sephora-ში. ეხლა იყო ძალიან კარგი ფასდაკლებები, პლუს ამას მეც მაქვს ჩემი ფასდაკლებები, როგორც დასაქმებული Sephora-ში, ესე რომ ვთქვათ და შესაბამისად ძალიან კარგ ფასად გამომივიდა რამდენიმე ისეთი პროდუქტის შეძენა, ისი შეძენა ძალიან მინდოდა. ასე რომ დავიწყოთ და შემდეგ ვეცდები რომ შემდეგ ვიდეოში უბრალოდ ამ პროდუქტებით გავიკეთო მეიქაპი და თქვენს გაჩვენოთ. ვფიქრობ საინტერესო იქნება. და პირველი პროდუქტი, რომელიც აქ გვაქვს, ეს არის Loveless-ის დამატენიანებელი, რომელიც არ ვიცი მარკეტინგული ხრიკი არის თუ მართლა ესე მოქმედებს, მეც მაინტერესებს დავტესტავ და შემდეგ თუ დაგაინტერესებთ თქვენს გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებას, წესით აი აქ მიმიკური ნაოჭები რომ გაქვს, მაგაზე კარგად მუშაობს. მაგრამ არ ვიცი, ვნახოთ. ეს არის მინი ვერსია, რომლის ღირებულება სულ რაღაც $22 იყო. გაჩვენებთ ტექსტურას როგორია და თქვენ თვითონაც მიხვდებით. ესეთი ვარდისფერი შეფერილობა აქვს, სხვათა შორის ძალიან კარგად ატენიანებს, რაც ხელზე დავტესტე და ნახოთ როგორ გამოვიყენებ. აუცილებლად გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებას. გადავიდეთ შემდეგ პროდუქტზე. შემდეგი პროდუქტი ეს არის Anastasia's ტუჩის კონტური, რომელიც ეხლა მაქვს გამოყენებული და ამისი ფერი არის Deep Tube. იმედი მაქვს რომ სწორად გამოვთქვა და ჩვეულებრივად ესე გამოიყურება და ფერი აი ესეთია და ამის ღირებულება არის $22, დაკლებით $11 ღირდა და ამას დაკლდა ჩემი ფასდაკლებაც და ძალიან კარგ ფასად გამომივიდა ამის შეძენა. გადავიდეთ შემდეგ პროდუქტზე. ეს გახლავთ One Size-ის ახალი დასაფიქსირებელი სპრეი, რომელსაც აქვს ასევე SPF-ი 28, SPF 28 და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია. მინი ვერსია ვეყიდე, ჯერ მინდოდა რომ უბრალოდ დამეტესტა, თუ მომეწონება აუცილებლად უფრო დიდ ვერსიასაც ვეყიდი. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ არ გაქვს ჩვეულებრივ დასაფიქსირებელ სპრეის და აი გაჩვენებთ ახლავე რას გულისხმობ. აი ესე ფიქსირდება. ეს მინი საიზი ღირდა $21 და მე სადღაც $16-მდე გადავიხადე. შემდეგი პროდუქტი არის თმისა და ტანის მისტი, რომელიც სხვათა შორის ეხლა ძალიან ტრენდულია და ბევრი ყიდულობს Sephora-ში, განსაკუთრებით ამ არომატით. ეს არის Beach Skin, ასე ქვია და აი თუ დამიჯერებთ, ამას რომ მიიშხაპუნებთ, მეორე დღემდე ანუ რო არ დაიბანოთ თმები, ჩვეულებრივად გაყვებათ სუნი, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს ნარჩუნდება ამისი სურნელი, როგორც თმაზე, ასევე სხეულზე. ამის ღირებულება კი არის $25 და მე გადავიხადე სადღაც $15-მდე. შემდეგი პროდუქტი ეს არის Too Faced-ის ტუჩის გლოსი, რომელიც ეხლა მაქვს გამოყენებული და ალბათ თქვენ თვითონაც ხედავთ როგორი ლამაზი ფერია. ამის სახელწოდება არის Strawberry. გაჩვენებთ ეხლავე. ამის ღირებულება არის $25 და მეც რა თქმა უნდა ფასდაკლება მომიწია და ძალიან კარგ ფასში გამოვიდა ეს შენაძენიც და ულამაზესი ტუჩსაცხია, იმიტომ რომ რამდენჯერაც ეს მაქვს გამოყენებული, ყოველთვის მეკითხებიან რა გისვია და ბევრმა იყიდა ჩემი რეკომენდაციითაც სხვასაც მოეწონათ, სურნელიც ძალიან კარგი აქვს. ის პროდუქტები ეს გახლავთ One Size-ის კორექტორები. ერთი არის მუქი, მეორე არის ღია. ღიას რა თქმა უნდა თვალის ქვეშ ვიყენებ, მუქს კი აი ამ ნაწილების გამოსაკვეთად $14 მოუწია თითოს ფასდაკლებით და აქვს ძალიან კარგი ტექსტურა და რაც მთავარია არის კარგი ხარისხის პროდუქცია. ამაზე როგორც დაგკვირდით, აუცილებლად ვიდეოს გადავიღებ, როგორ ვიკეთებ მეიქაპს მთლიანად აი ამ პროდუქტებით. მხოლოდ ამ პროდუქტებით.
გადავიდეთ შემდეგ პროდუქტზე და ეს გახლავთ Haus Labs highlighter. ეს არის სულ ახალი highlighter, როგორც იცით Haus Labs ეკუთვნის Lady Gaga-ს და ძალიან დიდი ცნობადობა და პოპულარობა მოიპოვა უკვე ამ ბრენდმა, იმიტომ რომ მართლაც რომ high class-ის ბრენდია. ამ highlighter-ის ღირებულება კი არის $40. აქვს საოცარი პიგმენტი და ჩემი აზრით ნამდვილად ღირს დამთანხის გადახდა, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი პროდუქტია. სულ ეს იყო ჩემი შენაძენი. ის პროდუქტები, რაც ძალიან მინდოდა, არის კიდევ რაღაცები, რაც მაქვს ლისტში, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ მათაც რომ შევიძენ, აუცილებლად გაგიზიარებთ და გაჩვენებთ. დიდი მადლობა, ვინც ბოლომდე უყურეთ და რა თქმა უნდა, მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ ვიდეომდე. ასევე არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა. დროებით! Love it spring like everything.